ლუბლიანეს 50 ნომერში მიმდინარე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შედეგად, როგორც აქ ადგილობრივები ყვებიან, ყოველი წვიმის დროს ტერიტორიაზე იშლება მიწის დიდი მასა და ასე მოხდა მომდევნო მურიგი ძლიერი წვიმის შედეგადაც, სადაც სამშენებლო ქვაბულის ტერიტორიაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა და ასე ხდება ეს ყოველი წვიმის დროს, რის გამოც აქ მაცხოვრებელი ადამიანები ამ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები ამ მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებენ. აღსანიშნავია ის, რომ ლუბლიანეს 50 ნომერში მიმდინარე მშენებლობის დასათვალიერებლად ცოტა ხნის წინ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორია დაასურათეს და ზედაპირული დათვალიერების შედეგად ჩვენთან განმარტეს ის, რომ ეს ტერიტორია არის სრულად გამოსაკვლევი, მაგრამ რაც შეუძლიათ ზედაპირული დათვალიერების შედეგად თქვან არის ის, რომ ტერიტორია არის ნაწილობრივ გამაგრებული და შესაბამისად არ გამორიცხავენ იმასაც, რომ სწორედ ამ ნაწილობრივად გამაგრებული სამშენებლო მოედნის და სამშენებლო ქვაბულის გამო გამოწვეული იყოს ის მიწის დიდი მასის ჩამოშლა და ასევე საუბრობენ იმასაც, რომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო ადგილას არის ძალიან დიდი წყლის მასა, რომელსაც ამოტუმბვა ესაჭიროება და უფრო მეტ დეტალებზე ისინი ამბობენ იმას, რომ გამოკვლევის შემდგომ ექნებათ ინფორმაცია, აქ არის თუ არა დასაშვები, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა გაგრძელდეს. როგორც გითხარით, ეს არის სამშენებლო ტერიტორია, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს სხვა საცხოვრებელ კორპუსთან და აქ მყოფი მოქალაქეები ამ მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებენ, ყოველ წვიმას შიშით ელოდებიან გამომდინარე იქედან, რომ მიწის დიდი მასა ყოველ ჯერზე იშლება. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც აქ მეორე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ტერიტორიაზე ცენტრალური საგზაო სივრცე და გზაც კი დაიბზარა და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს ბზარები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და მათ საცხოვრებელ კორპუსად შეუქმნან საფრთხე და შესაბამისად ეს ადამიანები მოითხოვენ იმას, რომ ამ ტერიტორიაზე გამაგრება განახორციელონ რაც შეიძლება სწრაფად და მათ შორის აღარ მისცენ ნებართვა მშენებლობის გაგრძელების. შინწინ მაგძლიერი წვიმის დროს დაიწყო ჩამოშლა, ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა ჩამოშლის დროს, უკვე ღამის 2 საათი იყო და ხმაზე გაგვეღვიძა, რაც საძირკველი გათხარეს, მის მერე გაჩნდა ნაპრალები. და ეს ნაპრალები იზრდება. და ყოველდღე უფრო საშიშროება არის. აქ მშენებლობა თავიდან იყო დაწყებული, შეაჩერეს. მერე გავაკეთეთ ხელმოწერები და გვინდოდა რომ ამ შეჩერებულ მშენებლობაზე გაეგრძელებიათ და სკვერი გაკეთებულიყო. მერე რა მოხდა არ ვიცი და რატომღაც აიღეს ისევ ნებართვა და გააგრძელეს. მე სამსახურში მუშაობდა, ჩემო პირად მომხროსმა დამავალა რომ სასწრაფოდ გამოსულიყავი და დამეთვალიერებინა ეს ადგილი და მე ვიმჯერებთ ამაზე თუ რა უნდა გაკეთდეს. ახლა მაგალითად თქვენ დაასურათეთ ეს ტერიტორია როგორც მივხვდეთ ხო? დიახ, ინფორმაციას ვაწვდი ჩემს უფროსს. მე ადგილზე მივალ დავჯდები და მიმჯერებთ და გადაწყვეტილებას მივიღებ. არ უნდა ჩაატაროთ კვლევა მაგალითად ადგილზე ეს რა ყველაფერს დავდებით, ვიმჯერებთ და გადაწყვეტილებთ. კვლევებია შესაძლებელი, რაღაც სამუშაოები იქნება შესაძლებელი. წყალი დგას ქვაბულში, ჩამოშლილია ფერდები, ნაწილობრივ გამაგრებულია, ნაწილობრივ რომ არ არის გამაგრებული, იმიტომ შეიძლება და ჩამოშლილი. ბზარებს რასაც ხედავთ ახლა თქვენ ასე ზედაპირული დათვალიერებით, ამაზე რა შეგიძლიათ თქვა? შეიძლება თუ არა გამოწვეული იყოს სწორედ ამ მშენებლობიდან გამომდინარე? შესაძლებელია. ლუბლიანეს 50 ნომერში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია Success Development აწარმოებს, რომლებიც ჩვენთან ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ მიწის მასის ჩამოშლა და მათ შორის ტერიტორიაზე საგზაო გზის დაბზარვა მათი მშენებლობიდან გამოწვეული არ იყო, ის ძლიერ წვიმას აბრალებდა მათი წარმომადგენლები ამ პროცესს და მათ შორის მომიჯნავე საცხოვრებელი კორპუსიდან წყლების და სანიაღვრე არხების პრობლემას ხედავდნენ ისინი და საკუთარ პასუხისმგებლობას შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ვერ ხედავდნენ, ახლა უკვე არის ჯერი იმაზე, რომ ეს ტერიტორია იყოს სრულად შესწავლილი და უკვე დასკვნა დაიდოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ამ ტერიტორიაზე მიწის დიდი მასის ჩამოშლა და რა იწვევს გზის დაბზარვას და ამის შემდგომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ის შეჩერებული მშენებლობა გაგრძელდება თუ არა, რომელიც არის ლუბლიანეს 50 ნომერში.